რესან ქიქავასთან გავაგრძელებთ საუბარს სულ ცოტა ხანში, რა აქვს საერთო ამ არაეფექტიანობა შოვიდან ოზურგეთის რაიონამდე, ჩემთვისაც ერთი პასუხი ნამდვილად ასეთია, სისტემური კორუფცია და ნეპოტიზმი. ნახოთ, რას ფიქრობს რესან ქიქავა, ის დამეხმარება კიდევ უფრო ფართო სურათის ანალიზში. მოგესალმებით, რესან ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ბიზნესის პასუხისმგებლობაც ვნახეთ Free Donation G-ზე ცალკე გამოყოფილი ფონდი, ვნახეთ გვერდები შექმნილი, რომლებიც უშუალოდ გურიის დასახმარებლად შეიქმნა, ვნახეთ კერძო სექტორისგან ტექნიკის მობილიზებაც, მათ შორის დრონების და ასე შემდეგ და მეორე მხარეს ჩვენ დაგვხვდა ჩვენივე გადასახადების გადამხდელების მიერ ნაკიდი ვერტმფრენი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ასეთი რთული ვითარებებისთვის გათვლილი არ არის. აი რა ტიპის, ესე ვთქვათ, უფრო დიდი სურათის ნაწილი არის, აი გურიის ეს შემთხვევა და ეს კრიზისი, რაც დაუდგა ჩვენს ქვეყანას, როდესაც ვერ დავიცავით ეს ხალხი 2 მეტრიანი თოვლისგან. ერთია ვერ დავიცავით, ახლა მეორეა რომ დღესაც იგივე გრძელდება, ანუ ვერ ვიცავთ. მთავარი პრობლემა რა თქმა უნდა არის აქ მართვაში. რომელიც არის სისტემური პრობლემა ამ შემთხვევაში. არის სისტემის არარსებობა ზოგადად და ალბათ არის რაღაც პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა არის ექსპერტიზის საკითხი. არის მართვა და რო არის მართვა, შესაბამისად ჩვენთვის რთულია წარმოიდგინო, რომ რას არ აკეთებ თუნდაც. აი ეს პროცესი თქვა დაგეგმვის, როგორ უნდა დაგეგმო, ესეთი სტიქია, შემდეგ მისი მართვა როგორ უნდა განახორციელო და მე გამოსვლა, რაზეც ისაუბრეს ამ სტიქიდან გამოსვლაც მნიშვნელოვანი მართვის ერთ-ერთი ის არის ხო კომპონენტი არის. როცა აი ამ ნაბიჯებს ჩვენ ხედავთ თქვა დაგეგმვის პროცესში, რომ არაფერი ფაქტიურად არ კეთდებოდა, ერთადერთი SMS-ი იგზავნებოდა, მე მგონი რომ მე რაც ვიცი, ანუ ჩემი ინფორმაციით, რომ მოსალოდნელია ესეთი სტიქია. მაგრამ ის რომ კონკრეტულად მომხდარიყო თქვა იდენტიფიცირება ისეთი სივრცეების, რომელსაც ჭირდება, რომელიც იყო კრიტიკული, თქვა ისეთი შენობების, ისეთი ოჯახების, თქვა და მათი წინასწარ უზრუნველყოფა რაღაც, თქვა საჭირო საკვებით თუ ნივთებით თუ ასე შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი ხედავთ, რომ აბსოლუტურად არაფერი არ განხორციელდა და ჩვენ უბრალოდ ხედავთ ახლა მოცემულობას და ამ მოცემულობას რაღაცა ახაც ისეთი მიდგომა არის, თითქოს ეს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უნდა მივყვეთ პროცესი. პრაქტიკულად ხედავთ იმასაც, რომ შოვის ტრაგედიაც არაფრით არ გაანალიზებულა, ესე ვთქვათ, არაფერი არ შეუსწავლიათ, ვთქვათ, SMS-ებს არ ვიღებდით მანამდე. აი ერთადერთი სხვაობა ეს არის პრინციპში პროცესი რო შეხედოთ დიდ სურათში, ეს არის რომ SMS-ებს ვიღებთ. ხო, აი რა ფასს იხდის ტრაგედიიდან ტრაგედიამდე მართველი გადაწყვეტილების მიმღები, რა დონეზეც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილების მიმღები, ხო? იმიტომ რომ დღესაც ჩვენ გვესმის ისრების გადატანა, ანუ ხალხზე, ხო? ანუ რატომ არ გადმოთოვლე სახლის სახურავი, რატომ არ გაწმინდე შენთან მისასვლელი გზა? შესაძლოა ესეც გარკვეული რაღაც სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილია და ამაში შესვლა არ მინდა საერთოდ, მაგრამ აი იმ სურათით, რაც ჩვენ ვაჩვენეთ, რაც საბოლოო ჯამში დადგა გურიისგან, ხო, სხვადასხვა მიზეზების გამო, ანუ რამდენად პირდაპირ გითხავთ, ადამიანურია ისრების, ანუ ასეთი გზით გადატანა. უბრალოდ როცა ეს კომპეტენციის პრობლემა როცა არის და როცა არც იცი რა უნდა გააკეთო პრინციპში. ანუ უბრალოდ არ იციან რა უნდა გააკეთო. ანუ როგორ უნდა მართონ პროცესი არ იციან. და როცა არ იცი, მე ეძებ რაღაც გამოსავალს, რომ ვის შეიძლება რომ ეს ყველაფერი დავაბრალოთ. რა თქმა უნდა, სამოქალაქო პასუხისმგებლობაც მაქვს არის თითოეული მოქალაქის, თქვათ და შეიძლება ეს განვიხილოთ, მაგრამ ეს ხო არის ყველაფერი მეორადი. ანუ პირველი ეს არის ცენტრალიზებული მართვა. რამდენად განხორციელდა ამის ყველაფერი ცენტრალიზებულად. შემდეგ დეცენტრალიზაციის პრობლემა, რაც ჩვენთან არის მოგეხსენებათ, ყველა ელოდება ზარს ზევიდან. იმიტომ რომ ეს ერთი ვერტიკალი გვაქვს და არანაირი იქ უფლებამოსილება არ აქვს ადგილზე გადაწყვეტილების მიღების, თქვა კონკრეტულად იმ პასუხისმგებელ პირს. შესაბამისად ისიც ზის და ელოდება რა ასეთყვიან ზევიდან, თუ ეთყვიან რომ კი რაღაცა სერიოზულია და მიდი ჩაიცვი ფეხზე და გადი თოლში, გამოვა, გადაიღებს სელფებს და ისევ შევა, იმიტომ რომ არც ესმის რა როგორ უნდა გააკეთოს სამწუხაროდ.
ყველას მიმართ პატივისცემის მიუხედავად ყოველთვის ვერიდები რომ ვიღაც გული არ ვატკინო, მაგრამ არ ესმის ახლა სხვა ლიგაა ეს, როცა ადამიანების სიცოცხლე გაბარია, ეს არის ამას ჭირდება სულ სხვა ხარისხი, ამას ჭირდება სულ სხვა ექსპერტიზა. და ჩვენთან გადაწყვეტილებები, საკადრო გადაწყვეტილებები როგორც მიიღება, გვაქვს ამის მაგალითები, ხო პოლიტიკაში გვაქვს და ძალიან კაი მაგალითი არის თქვა ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მაგალითი, რომელიც ასე ცალკეულად აღებული შეიძლება გადასარევი ადამიანი არ ვიცნობ პირადად, მაგრამ პრეზიდენტის ხარისხის არის თუ არა და პრეზიდენტის კლასის არის თუ არა, ეს მე მგონი ძალიან ცალსახა არის ამაზე პასუხი. ზუსტად იგივე ხდება მე ყველა დონეზე. ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი ინდიკატორი ამ შემთხვევაში. შეგვიძლია კოვიდის პერიოდი გავიხსენოთ და ვინ იყო მაშინ თქვა ჯანდაცვის მინისტრი. და ეს იყო სტომატოლოგი, განათლების სტომატოლოგი და პროფესიით ადამიანი. ანუ აქაც და ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგით დავასრულეთ სოფლიოში. 150 ქვეყნიდან 157 ქვეყანა ვიყავით სოფლიოში კოვიდის მართვის თვალსაზრისით. ხო, სიკვდილიანობას ეხება ამ შემთხვევაში და თქვათ იქ ჰოსპიტალიზაციას და ასე შემდეგ ბევრი კომპონენტია. არადა თუ რამე ფუნქცია უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას და მმართველ ძალას, ეს არის სწორედ კრიზისის მართვა. სხვა ყველაფერში ჩვენ თვითონ მართავს. თავისთავად უბრალოდ ეს საკადრო პოლიტიკას ეხება, ხო? ანუ საკადრო პოლიტიკა როცა ასეთი გაქვს, როცა არის ნეპოტიზმი, მთავარი როცა არის სანდოობა და არა ექსპერტიზა. ოღონდ ეს სანდოობზე წარმოიდგინეთ ფეხბურთის გუნდი რო ყავდეთ და დაკომპლექტება ამ გუნდის რო ხდებოდეს არა პროფესიონალების თქვათ ერთად დაჯგუფებით, არამედ ადამიანების, რომელიც სანდოარი ჩნელისთვის. აი რა გუნდს მიიღებ, ხო? ეს არის B დივიზიონის გუნდი, რომელიც ჩვენ ყავს და ამ დროს როცა ხდება მსგავსი ტიპის კრიზისი და ეს არის კრიზისი, ამ დროს ჩანს უკვე ეს B დივიზიონის გუნდი. ზუსტად ამ დროს, თორე ისე ხა რაღაც მოვლენებს შეიძლება მიყვე, თქვათ, თვითდინებით და ვერ დაინახო რეალურად რა არის პრობლემა, ანუ ამ ექსპერტიზის და ჩვენ კარგავთ ადამიანებს და მე ვამბობთ, რომ ამაზე არ უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ნუ გადაკავთ ყველაფერი პოლიტიკური მასში, ქულების დაწერას თან დაკავშირებით საუბრობენ და ასე შემდეგ, ანუ იმართლებენ თავს უბრალოდ, იმიტომ რომ სხვა რა გამოსავალი, ანუ სხვა რა შეიძლება რომ თქვა ამ შემთხვევაში. აი არ ვისაუბროთ, ესე ვთქვათ, ძალიან მომესმა ჩემს ყურს, იმიტომ რომ აი ამ ფონზე რაც დღეს ხდება ქვეყანაში კონკრეტულად გურიაში და მთელ დასავლეთ საქართველოში, დღეს კიდევ გავიგეთ ამ ახალი კანონების წყების შესახებ, ხო ეს პროცესი არ ჩერდება, სახელმწიფოს ჩარევა მედიაში იზრდება, ფარას მოთხოვნებთან დაკავშირებით გავიგეთ, რომ ესე ვთქვათ, ჯარიმას ითვალისწინებს და პატიმრობასაც ითვალისწინებს, გავიგეთ ის, რომ 7 მილიონად მთავრობა რაღაც მოსასმენ თუ ამოსაცნობ აპარატურას ყიდულობს, დეკლარაციებზე წვდომა ისევ შეზღუდულია და ვერაფრით ვერ გამართეს ერთი ესე ვთქვათ ვებგვერდი თუ პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომი იქნებოდა ეს დეკლარაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი შევიდა ქვეყანა და შევიდა თუ არა ქართული ოცნება უკვე იმ ფაზაში, როდესაც ინფორმაციას ებრძვის და სხვა ყველაფერი მისთვის არის მეორე ხარისხოვანი და არ გრძნობს აი ამ პასუხისმგებლობას, ხო? რამ უნდა დაგვავიწყოს ის კადრი, როდესაც პრემიერ-მინისტრს ეკითხებიან, რომ რა ხდება, ესე ვთქვათ, გურიაში და ის უბრალოდ ბრუნდება და გადის და საერთოდ არაფერს არ ამბობს. ეს რეპრესიები ბუნებრივი მოვლენა არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როდესაც დავიწყებენ თუ გასულელინე ამაზე საუბარი, რამდენიმე თვის წინ ახლა როცა გაქვს დიქტატურა, როცა არის და ვთქვათ, ამ შემთხვევაში ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე რო არის ყველაფერი დამოკიდებული და ავტოკრატიული რეჟიმის დამყარება ხდება, ერთადერთი გზა მაგისგან ვთქვათ, რაც არის, ეს არის აი ესეთი ტიპის კანონების მიღება, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად შევზღუდოთ, იმიტომ რომ ამით დისკომფორტი არ შემექმნას. ანუ საუბარი არის პრობლემა ამ შემთხვევაში და ჩვენც ახლა დღეს რო ვსაუბრობთ, მაღალი ალბათობით ეს ყველაფერი ასე თუ გაგრძელდება, ხვალ ჩვენ ამაზე ვეღარ ვისაუბროთ.
იმიტომ რომ ან მე ვერ მოვალ, ან თქვენ ვერ მივიღებთ, ან რაღაცა ის იქნება კომბინაცია ამორის. ეს არის გზა, რომელთან ან მხოლოდ ეს არის მიმართულება. ამას ემატება კომპეტენციის პრობლემა, ობიექტური კომპეტენციის პრობლემა, იმიტომ რომ შეიძლება იყოს, თქვათ, ავტორიტარიზმის დიქტატურაც, მაგრამ კომპეტენტური ადამიანები იყვნენ კონკრეტულ თანამდებობებზე და რაღაცა თავის კომპეტენციის ფარგლებში ისინი მუშაობდნენ ეფექტურად. ესეც არ გვაქვს. ხო, ძალიან კარგად ვიცით, როგორი არის საკადრო გადაწყვეტილებები, ეს იცის აბსოლუტურად ყველა ვინც არის ჩახედული ამ საქმეში და ვინც ზოგადად ინფორმაციას ფლობს რა ხდება ქვეყანაში. იცით რაზე მეღიმება კიდევ რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე პედალირებას ვახდენთ ისევ ის მცირე რაოდენობის ხალხი, რომლებიც ირონიულად, ესე ვთქვათ, ამ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად ახალ არჩევნებს მივიჩნევთ, ხომ? და ის, ესე ვთქვათ, მაცოცხლებლები რეჟიმის ისევ მაცოცხლებლებად რჩებიან და ისევ აი ამ რაღაც დასაყრდენის თუ გამმამართლებელის ესე ვთქვათ რეჟიმში არიან და იმიტომ თავდაცვის რეჟიმში არიან ისინიც და ნუ ყველა არა ბუნებრივია ახლა არის ხალხი რომელსაც მართლა ჯერა იმისაც ყველაფერი კარგად არის და კი ბატონო მე ვაფასებ მათ აზრს ისევე როგორც ნებისმიერ სხვა განსხვავებულ აზრს მაგრამ არის ხალხი რომელიც უბრალოდ თავდაცვის რეჟიმში ანუ ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ხედავ შენ არ შეგიძლია რომ ობიექტურად რაღაცები შეაფასო შენ უბრალოდ ინფორმაციაში ეძებ იმ კომპონენტებს რომელიც არის შენი ამ პოზიციის გამოპარებელი და ყველაფერი დანარჩენის მიმართ შენ აბსოლუტურად სტერილური ხარ ამიტომ აქაც მე ეს აბსოლუტურად არ მიკვირს მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვცდილობ რომ ადამიანები ზუსტად ის ხალხი ვიზეც მართლა გული შემტკივა რომ დაინახონ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ობიექტურად შეაფასოს რეალობა, იმიტომ რომ ჩვენ თუ რეალობის შეფასება დავკარგეთ ობიექტური, დავკარგავთ ქვეყანასაც, იმიტომ რომ სამწუხაროდ ასეთ პროცესში ვიმყოფებით ახლა ქვეყნის გადარჩენა, არ გადარჩენის საკითხი. აქ იმაზე არ არის საუბარი, თქვა ძალაუფლებას ვინ შეინარჩუნებს თუ ვინ იქნება ახალი ადამიანი ამ ძალაუფლების მატარებელი ვთქვათ აქ თავარი პრობლემა არის ის რომ ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხოთ ამ შემთხვევაში შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყანა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა რომელიც ასე ძვირად დაგვიჯდა და სამწუხაროდ და ვინც არ უნდა მოვიდეს მასაც სიგნალი გავუგზავნოთ რომ სხვანაირად აქ არანაირი სხვაობა არ არის უბრალოდ არის იარსებებს ყოველთვის საქართველოში მე ამის წამს ამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოში იარსებებს სამოქალაქო საზოგადოება ამ მაგალითზეც სხვათა მაგალითზეც დიახ რომელიც ყოველთვის ხმამაღლა იტყვის იმას რაც არის სათქმელი ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას უბრალოდ მომავალი არ აქვს და როცა საუბრობენ იმაზე რომ თქვათ პირობითად რაღაც პოლიტიკასთან დაკავშირებით რომ პოლიტიკური პროცესი უნდა დაიბადოს თუ არ უნდა დაიბადოს რუსთაველს გულისხმობ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ საზოგადოება როგორც საზოგადოება ვიბადებით ახლა რეალურად და ეს საუბარი ხმამაღლა საუბარი იმ პრობლემებზე რომელსაც ჩვენ ხედავთ და პირდაპირ მინიშნება იმაზე რომ რა არის გამოსასწორებელი ეს არის უმნიშვნელოვანესი ანუ ამის გარეშე რამდენი ხელისუფლებაც ჩვენ არ უნდა ვცვალოთ ერთი და იგივეს მივიღებთ ყოველთვის იმიტომ რომ ყველა ხელისუფლება მიდრეკილი იქნება უზურპაციისკენ ძალაუფლების ყველა ხელისუფლება იქნება მიდრეკილი რაღაც დაძინებით ყველა მიდრეკილი იქნება რომ დაიძინოს რაღაც პერიოდში ამ ხელისუფლებას ახლაც ძინავს იმ ნაწილში რაც ეხება მის პირდაპირ პასუხისგებლობებს და ღვიძავს მხოლოდ იმ ნაწილში რაც ეხება ძალაუფლების შენარჩუნებას რაც არის ნუ კატასტროფა იმიტომ რომ ერთი არის მხოლოდ რეპრესიები და მეორე არის დაკარგული სიცოცხლე და კიდევ ერთხელ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე რომ აი ამ პოლიტიკური კრიზისის წნეხს ეკონომიკა გრძელვადაში ვერ გაუძლებს ვერანაირად დღეს გავიგეთ ერთი ასეთი ახალი ინიციატივის შესახებ რომ იპოთეკური სესხის აღება ესე ვთქვათ შედარებით უფრო მარტივი იქნება როგორ ფიქრობთ ეს მის უკვე ქართულ ოცნებას რომ თუნდაც სექტორალურად ავიღოთ აი კონკრეტულად მშენებლობა რომელსაც ძალიან დიდი წილი აქვს მთლიანში და პროდუქტში რეალურად დადგება ნამდვილად რისკის ქვეშ და ანუ რა ტიპის გადაწყვეტილება არის თუნდაც ეს ანუ იმ ძალისგან რომელიც თავის დროზე ჭარბვალიანობის წინააღმდეგ მედროშე იყო და გვეუბნებოდა რომ თქვენ არ ყოფნით
მივიღოთ ესე ვთქვათ რაციო იმისთვის, რომ სწორი რაოდენობით აიღოთ სესხი და ამიტომ ამისთვის რაღაც რეგულაციები და ძალიან მკაცრი რეგულაციებია საჭირო. დიახ, საქართველოს ეკონომიკა არ არის უზარმაზარი და საკმაოდ მარტივია მისი გამოყვანა პრინციპში საკმაოდ მარტივ სოციალურ რა თქმა უნდა, ამასაც თვეები დასჭირდება და თითოეულ დაკარგული დღე გულისხმობს იმას, რომ თვეები დასჭირდება ამ ყველაფრის აღდგენას. მაგრამ ეს არ არის ისეთ შეუძლებელი ამოცანა. პრობლემა ის არის, რომ უბრალოდ ეს უნდა ეხებოდეს, ჯერ ერთი ნება უნდა არსებობდეს ამის პირველ რიგში. და როცა ძალაუფლების შენარჩუნება მთავარი მიზანი და არა ვთქვათ ეკონომიკური კეთილდღეობა ნება ხო გადმოდის ამ შემთხვევაში მეორე პლანზე მხოლოდ იმ ნაწილშია ზუსტად რაც ძალაუფლების შენარჩუნებას ეხმიანება ასე ვთქვათ მერი არის ის რომ ვთქვათ ეს კომპეტენციის საკითხი რამდენად კომპეტენტური ხარ იმისთვის რომ გამოიყვანო ქვეყანა ამ პრობლემიდან და მესამე არის ის პოლიტიკური უზარმაზარი წნეხი და ჩიხი, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით როგორც ქვეყანა, ხო? განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით, იმიტომ რომ ხშირად ხდება დაყვანა ამ პოლიტიკური კრიზისის რაღაც რუსთაველის 2 საათით გადაკეტვით, რომელიც არაფერ კავშირში არ არის რეალურად იმ მოცემულობასთან, რომელიც გვაქვს. მოცემულობა ჩვენ გვაქვს ის, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის აღიარებული, შესაბამისად არის ლეგიტიმაციის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, არის სანქცირებული ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არის უდიდესი პრობლემა და როცა MR-ზე ვსაუბრობ ჩვენ, რომელიც საინტერესო პროექტია და ძალიან კარგი იქნება თუ განხორციელდება მსგავსი ტიპის ინვესტიცია საქართველოში, რა თქმა უნდა, ასეთი ინვესტიცია არ განხორციელდება ასეთ პირობებში. ანუ მწვანე შუქი თუ არ იქნება მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, არანაირი კომპანია და მით უმეტეს სახელმწიფო კომპანია ემირატებიდან არ განახორციელებს ინვესტიციას საქართველოში. ეს ვიცით ძალიან კარგად. და ეს მემორანდუმი და მსგავსი ტიპის პრობლემები. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ თქვათ რაღაცა აი თუმცა ერთი რაღაც უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდის დროს თქვათ ჩვენ გვახსოვს უძრავქონებაზე როგორი მუშავა იმ ყველა თქვათ რაღაც პროაქტიულმა პრინციპში გადაწყვეტილებებმა, რომელიც ჰქონდა და ეს იყო პოზიტიური. და ახლა უძრავქონების ბაზარს უკვე დაარტყა ამ კრიზისმა და ამას გრძნობენ ისინი, ხედავენ და ეს ინიციატივა სწორედ ამას ეხმიანება. უბრალოდ რამდენად ეს იქნება მხოლოდ საკმარისი, ამ კრიზისთან რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის და ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ჩვენ ვერ ხედავთ გეგმას, ვერ ხედავთ სტრატეგიას, როგორ აპირებენ ისინი, აი თუნდაც ამ ვითარებაში ეკონომიკის მართვას. იმიტომ რომ ეკონომიკა თქვენ ამას არ იტყვით ცხადია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ერთ-ერთი ის სექტორია, საიდანაც საკმაოდ ბევრი ეგრეთ წოდებული enabler ბიზნესი ხდება სხვადასხვა სანქცირებულ ძიებშიც და მე მგონი ამისთვის თვალის გასწორებაც მნიშვნელოვანი არის ამ ეტაპზე. შევაჯამოთ, რატომ ვერ ვაჯობეთ ამ 2 მეტრ თოვლს და ამით დავასრულოთ. ვერ ვაჯობეთ, იმიტომ რომ არ გვაქვს შესაბამისი კომპეტენცია, იმიტომ რომ ჩვენთან ნეპოტიზმით მიიღება საკადრო გადაწყვეტილებები, უკვე წლებია ეს არ არის დღევანდელი პრობლემა და გუშინდელი პრობლემა, იმიტომ რომ სისტემურად ჩვენ გვაქვს ჩამოშლილი პრინციპში სისტემა, რომელსაც ინსტიტუციები გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელსაც არანაირი დამოუკიდებლობა არ აქვს და არანაირი мотивация არ აქვს, ასე ვთქვათ, რომ დამოუკიდებლად რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს, იმიტომ რომ ყველა ელოდება ზარს ერთი ვერტიკალიდან სათაო რაც იმასაც აჩვენებს საბოლოო ჯამში ვისი პასუხისმგებლობაა თუნდაც იმ ადამიანების რა თქმა უნდა სამწუხაროდ ახლა არავის ეს არ უხარია ბუნებრივია მაგრამ ჩვენ ყველანაირი საფუძველი გაგვაჩნია იმის რომ თქვათ ამ შემთხვევაში რომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება დღესაც შეიძლება და ხვალაც გაეწმინდათო გზები რომ გაეწმინდათ მომზადება თუნდაც მომზადება და მარილის დაყრა ვიდრე დაიწყება ეს ყველაფერი მანამდე შეიძლება ამ ყველაფრის მომზადება ამ მომზადება იმიტომ ქვია რომ მანამდე ხდება ეს ჩვენთან არ ვემზადებით და მე რაღაცა რომ რაღაც ჯობს დავიჭერთ ხელში და ბერტყავთ ხოლმე ხეებს და ნუ არ არის ეს საკმარისი სამწუხაროდ ძიმეა იმის გათავისება რომ გზის გაწმენდის ფასი შეიძლება ღირდეს თუნდაც ერთი მოქალაქის სიცოცხლე ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად